უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს 4 იანვარს დაბადებიდან 92 წელი შეუსრულდა. ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცეს წმინდა სინოდის წევრებმა, სხვა სასულიერო პირებმა, პროფესორებმა, ექიმებმა, მომღერლებმა, ხელოვანებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყოს მიტროპოლიტი შიო. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა. თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო, შვილებრივი სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს, რომელიც ემთხვევა ქრისტეს შობის წინა დღესასწაულის პერიოდს და ჩვენ ყველანი ვართ მოლოდინში ამ დიდი დღესასწაულისა. ქრისტე ღმერთმა მოდრი კაცანი და მოევლინა დედამიწას იმისთვის, რომ დაღუპული კაცობრიობა გამოიხსნას. და აი ამ დიდებული მოვლენით გაკვირვებულები ანგელოზები ცათაშინა აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება მაღალთაშინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. და დღეს ჩვენი გულები სავსეა ღვთისადმი სიყვარულით და მადლიერებით ამ მოვლენისთვის. და დღეს თქვენ უწმინდესობაო, ჩვენი გულები ასევე ივსება სიხარულით და მადლიერებით თქვენ დამი დღეს თქვენთან შეხვედრით. იმიტომ რომ ჩვენი სულიერი თვალებით ჭრედთ თქვენს საპატრიარქო საეკლესიო მსახურებაში ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს, რომელიც ჩვენ დაგვნათის. და დღევანდელ ბნელით მოცულ სამყაროში თქვენ უწმინდესობაო, თქვენი მსახურებით უნათებთ მორწმუნეებს გზას, მიმყვანებელს და ერთადერთ გზას, მიმყვანებელს იმ წმინდა ბაგასთან, სადაც იშვება სოფლის მაცხოვარი იესო ქრისტე. ეს გზა არის, როგორც ამბობს სახარება, ქვეყანასაზე და მშვიდობის და კაცთა შორის სათნოების. და თქვენ უწმინდესობაო, ბედნიერნი ვართ თქვენი წინამძღოლობით, ვემსახუროთ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს. რადგან თქვენ როგორც გუშაგი აი ამ ბეთლემის ვარსკვლავისა დღევანდელი მშვიდობარე მსოფლიოს წინაშე ამოწმებთ მარადიულ ჭეშმარიტებას და მარადიული ცხოვრების მშვენიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით თქვენს დაბადების დღეს და ღმერთმა გაგაძლიეროთ ამ მაღალ მსახურებაში და მოგცეთ ყოველივე საჭირო თქვენი დიდი მამათმთავრული ღვაწლის გაგრძელებისთვის, ღვთის სადიდებლად, ქვეყანასა ზედა მშვიდობის და კაცთა შორის სათნოების გასამტკიცებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ და გასახარად. ამინ. ის პოლაეტი დესპოტა. ღონისძიების მონაწილეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავდნენ. თითოეული მათგანი საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდა. გილოცავთ თქვენ უწმინდესობაო დღევანდელ დღეს და უპირველეს ყოვლისა მე ყოველთვის ვიმეორებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სულ 3 წელი დაგვრჩა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად აღვნიშნოთ თქვენი პატრიარქობის 50 წლის იუბილე და ეს იქნება საოცარი ფაქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საერთოდ თქვენ შექმნით ნამდვილი ეპოქა ჩვენს ქვეყანაში და ეს არის საწინდარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დიდხანს იარსებებს, დიდხანს კი არა, სულ იარსებებს და იქნება წარმატებული. მხოლოდ ერთი რამით შემიძლია დავიწყო, რომ ბედნიერია ერი, რომელსაც ესეთი სულიერი წინამძღოლი ყავს. ხოლო აქ მყოფნი ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ მოგვიწია ცხოვრება თქვენს ეპოქაში, რომელიც ნამდვილად როგორც ეკლესიის ცხოვრებაში, ისევე ქვეყნის ისტორიაში თქვენ შექმნით თქვენ უწმინდესობა. არაერთგზის გიბრძანებიათ და ნამდვილად ესე იყო, რომ სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაებარეთ. და არა მხოლოდ ეკლესია, ქვეყანაც სუდარა გადაფარებული იყო
1967 წელს საბჭოთა რეჟიმი და საბჭოთა რეჟიმისაგან ძალა გამოცლილი ეკლესია და თქვენ შეძლებთ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი რამ გაგეკეთებინათ. ეს არის ფეხზე დამდგარი ნამდვილად ერის სულზე ვეფიქრალი ეკლესიის ახალი აბსოლუტურად ახალი ეკლესიისა და ახალი ქართული სახელმწიფოს შექმნა. მინდა მოგილოცოთ 92 წლის იუბილე თქვენი დაბადების დღე. ნამდვილად ჩვენ ქვეყანას აგერ 47 წელია სულიერადაც და ის ბუნებრივ მდგომარეობას თქვენ ხელმძღვანელობთ. ბატონო ჯაბავ როგორ ბრძანა ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თქვენ მიერ აღზრდილი ახალგაზრდების მიერ არის მოტანილი. ეს ყველასთვის ნათელია. თქვენ მიერ ვარ თითოეული ჩვენთაგანი აღზრდილი და ჩვენი ქვეყანა თუ ამ ტურბულენტურ სამყაროში ასე კიდევ შეიძლება ითქვას სპილად გადის ფონს ეს თქვენი უდიდესი დამსახურება. თითოეულმა ჩვენთაგანმა ეს ვიცით. ჩვენი ოჯახების სიწმინდე, ჩვენი ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული თითოეული ქართველისათვის და არა მარტო ქართველისათვის. ეს არის თქვენი ლოცვის, თქვენი ამობრივი ზრუნვის უდიდესი გამოხატულება. მე მინდა გითხრათ თქვენ უწმიდესობა რომ თქვენი ხელმძღვანელობით მეუფე ანანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში როდესაც დაარსდა აკადემიკოს უროძეს რექტორობის დროს თეოლოგიის კათედრა. ეს კათედრა დღეს ძალიან ძლიერია. ის გააძლიერა აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილმა თავისი რექტორობის პერიოდში და დღეს მე რაც შემიძლია ვაკეთებ იმას რომ გვაქვს უძლიერეს თეოლოგიის სადოქტორო პროგრამა. მეუფე ანანიას დის თქვენი ლოცვით თეოლოგიაში განსწავლულ ახალგაზრდებს. ჩვენთან ძალიან ბევრი მამები მოღვაწეობენ და ასწავლიან ახალგაზრდებს და არიან ჩვენი ლექტორები. ამისათვის და ყველაფრისთვის უდიდესი მადლობა თქვენ. თქვენ უწმინდესობა, დიდი სიყვარულით მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა გისურვოთ ხნეობა, ჯანმრთელობა. მადლობა გითხრათ კიდევ ერთხელ. 25 წელი გავიდა, ახლა ვფიქრობდი, მას შემდეგ რაც უშუალოდ თქვენთან შეხებისა პირველი საშუალება მომეცა და მას შემდეგ კარდინალურად, აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, როგორც ათასების თქვენს ირგვლივ და მინდა დიდი მადლობა გითხრათ უხტოობისკენ, ღვთისკენ მოგვატრიალეთ ოჯახში, საქმეში, მეგობრებთან ურთიერთობაში, მშობლებთან ურთიერთობაში, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გისურვოთ ყველაზე დიდი ნატრა, რაც გაქვთ თქვენ ცხოვრებაში, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება და ჩვენი ერის ერთობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ უწმინდესობა ყველაფრისთვის. თქვენ უწმინდესობა, მე მინდა საქართველოს ფსიქოლოგიური სკოლის სახელით მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გისურვოთ დღეგრძელი ჯანმრთელი ცხოვრება. თქვენ უდიდესი ღვაწლი გაქვთ საქართველოში მეცნიერების და რწმენის ურთიერთდაკავშირების სფეროში და მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს ფსიქოლოგიური სკოლა თქვენი ხელდასმით, თქვენი კურთხევით ვითარდება. დღეს განწყობის ფსიქოლოგია გადის უკვე როგორც ფსიქოთერაპიული მიმართულებების საფუძვლად მდებარე ჩვენი ქვეყნის სასახელოდ და თქვენს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში ეს მიმართულება განსაკუთრებულად ვითარდება. ასევე მინდა მოგილოცოთ რელიგიათ შორისი საბჭოს სახელით თქვენი კურთხევით მე 2012 წლიდან რელიგიების დიალოგს საპატრიარქოს სახელით უძღვები და არაერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის თემა და ურთიერთთანამშრომლობა განვახორციელეთ თქვენი მხარდაჭერით და დალოცვით. საპატრიარქო რეზიდენციაში ანსამბლ ალილოს წევრებმა სხვადასხვა სიმღერა შეასრულეს. ღონისძიების მეორე ნაწილი კლასიკურ მუსიკას დაეთმო. საღამოს მსახიობი და ტელეწამყვანი კახა მიქიაშვილი უძღვებოდა. ძალიან დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით მის უწმინდესობას გულოცავთ
დაბადების დღეს უსურვებ ყოველივე საუკეთესოს პირველ რიგში ჯანმრთელობას, მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ ქვეყანას უსურვებ გამთლიანებას, ერთიანობას და სიძლიერეს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი. დღეს 92 წლის გახდა ჩვენი უსაყვარლესი კათოლიკოს პატრიარქი, მინდა დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ, ჯანმრთელობა უსურვოთ. მადლობა უთხრათ იმ ეპოქისთვის, რომელიც მან შექმნა და დიდხანს იყოს ჩვენს იმედად, ჩვენზე მლოცველად. ულოცავ მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელ დღეს. დღეგრძელობა მინდა უსურვო, ჯანმრთელობა მინდა უსურვო, რომ ძალიან დიდხანს იყოს ჩვენთვის მლოცველი, ქვეყნის გაერთიანებაზე მოფიქრალი, საჭეთყრობელი საქართველოს ეკლესიისა. მრავალჟამიერ. ულოცავთ ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს, უსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას. დაამთავრდა შეხვედრა მასთან და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება მასთან შეხვედრის და ურთიერთობის. წლევანდელი საიუბილეო თარიღი არ არის, მაგრამ ყოველი წელი და ყოველი დღე ჩვენთვის ძვირფასია მისი უწმინდესობის საჭეთყრობლობით საქართველოს ეკლესიის სიარული და ქართველი ერის მთლიანად ცხოვრება. განსაკუთრებით წელს უკვე შევედით იმ ფაზაში, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არის ის პირველი უდამთავარი და ეკლესიის მეთაური, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით მეთაურობდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში არის სხვა მღვდელმთავრებთან, წინა პატრიარქებთან მიმართებაში, არამედ მაგალითად კათოლიკურ ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიასაც ამდენი ხანი კათოლიკოს პატრიარქი ზოგადად ეკლესიის მეთაური არ ყოლიათ ისტორიის მანძილზე 2000 წლის მანძილზე და მინდა ვისურვოთ დღევანდელ დღეს, რომ კიდევ მრავალი წელი მოგცეს ბედნიერება ღმერთმა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ყვავდეს ჯანმრთელობით და მხნეობით. მე დღეს გარდა იმისა, რომ მინდოდა მომელოცა პატრიარქს მივართვის საჩუქრად ის უნიკალური ნაშრომი, რომელიც მისი ლოცვა კურთხევით ამ კედლებში დაიბადა. როდესაც აქ შეხვდნენ ერთმანეთს ქალბატონი ნადია გოცირიძე, კოლუმბუსი და ანზორი რქომაიშვილი და გადაწყდა, რომ შექმნილიყო ისეთი დოკუმენტი, რომელიც ყველა სოფლიოს ყველა არქივებში და ბიბლიოთეკებში დაიდებოდა, როგორც ქართული საქართველოს ყველა ღირსეული ნიმუშის მონაპოვარი და დოკუმენტი. ეს არის სამტომეული საქართველოს ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია. და ამით გამოვხატეთ პატივისცემა პატრიარქისადმი. ულოცავ მას და დიდხანს გვყავდეს ჩვენ ასეთი პატრიარქი. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება, უერთდება მილოცვებს. საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადებიდან 92 წელს ულოცავს და ჯანმრთელობასა და მრავალ ჟამიერ სიცოცხლეს უსურვებს.